მადლობა. რა გავაკეთო? ამას შეხედე. კბილაუს არ მეკარები ხარ. გაზიანი მოგიტანა, გამომართვი დალია. როგორც ჩანს მე მიბიცოლას არ მოსილდება. ძილის დრო მოვიდა. არ გეწყინოს. არ გეწყინოს მუსტაფა. მოხედე, მე გავბრაზდი. შემიძლია გავცივდე კიდეს. ისმაილ მომეჩვენა რომ ეს გოგო ცოტა არ იყოს მე ამბოხია. მე ესეთი არ არის. ის მე გავზარდე. ახალგაზრდა დედამისის შეჩერება კი მამამ ვერ შეძლო. ის იზმირში გაიქცა. ბავშვი გააჩინა. მერე კი მერე ამბავი მოვიდა, ავად გამხდარა. ვეღარ გადარჩა. დედა და მამა კარგახნის გარდაცვლილები იყვნენ. ვიფიქრე სიკეთეს გავაკეთებ. მოვიყვანე და ქალიშვილებით გავზარდე. ესე იგი, მაინც სისხლის ყივილი არა? არანაირი სისხლი. მომგითხარი მე გავზარდე. როცა ახლად მოყვანილი მყავდა, გრძელი ენა ჰქონდა. მერე კი ისი რა ვქენი? საჭირო ოთახი ვახეხინე. ვახეხინე თანაც შიშველი ხელებით. სიამაყე რომ ჩამეკლა და აღარ შემპასუხებოდა. მერიემი ჩემს წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ვერაფერს. იმიტომ არ გირეკავ რომ გძინავს. მალდა ვილაპარაკოთ. ადა
ქურდი. მე ქურდი არ ვარ. გუშინ ხომ ველაპარაკეთ, შენი საფულე დავარდა. არ მესვეულო. სულ რაღაცას რატომ მესვრი? მაშინ სად მუშაობ? გადამზიდი ვარ. ეს შენია? ო, და აქ რას აკეთებ? გაფუჭდა. სტამბოლში ნიშანთაშიზე ცხოვრობ? არა, უსკიუდარი? ქადიქოი? ევროპა? ახლოს. სარიერში ვცხოვრობ. და ეს სად? მე არ ვიცი. ცნობილი ადგილია? თითქმის. საერთოდ მთლად საირში არა, გოჯათაში ვცხოვრობ. სტამბოლი კარგად იცი? ო, ტელევიზორში მინახავს. იქ არასდროს ყოფილ ვარ. იზმირში დავიბადე. მე აქ გადმოვედი და აქედან საერთოდ აღარ გავსულ ვარ. და უკან რა არის? შემიძლია ვნახო? ახლა სარიელია. ჩვეულებრივ მაღაზიებისთვის პროდუქტები ან გადასაზიდი ავეჯია. გაჩვენო? მრთხილად? ლიმონის ვაფლი. შენ ამდენი კილომეტრი ლიმონის ვაფლიანი ყუთი ატარე? ყურადღება არ მიმიქცევია. ესე იგი სატვირთო თუ მოიპარა, შეგეძლო ცხოვრების ბოლომდე ლიმონიანი ვაფლი გეჭამა. მომბეზრდება ადამიანს. მე არ მომბეზრდებოდა. შენ ტკბილეული არ გიყვარს? არა, არ მეყვარს. შენ არ შეჭამ? შევპირდი. ვის? მერთა, ოღონ დედა დამებრუნე და ტკბილეულს აღარასდროს შევჭამ. ხო? და ქვებს რატომ ისროდი? მის გამო. თითქოს უბედურების დროს უნდა გაისმას, მაგრამ არ ყოფილა. და აქ რა უბედურება უნდა ყოფილიყო? აი, ვერ ხედა? რას? დაივიწყე. წლებია ქვებს ვისვრი, მაგრამ არაფერი ისმის. კარგი. ბედნიერი მგზავრობა. მოიცადე, სადმე ხარ სახლში? წყალსაცავზე. მეც დამელოდე. ადა. ერთი წუთი მოიცადე. უმართო ჩემო. ძალიან სწრაფად დადიხარ. დედა შენებით ხარ. როგორც ხედავ, ჩემი წერილი დაგისწავლია. გადააგდე? არ გადამიგდია. თუ ძალიან გინდა აიღე და შენ თვითონ გადააგდე. არა, მე არ გადავაგდებ, შენ გადააგდე. მოდი. რა ხდება? თუ აქ ვინმე დაგვინახავს, ბიძა ჩემს ეტყვის. მერე კი ბიძა ჩემის სახლში ჩამკეტავს. პატარა რომ ვიყავი, ამ წყალსაცავის გაფართოებაზე ფიქრობდნენ. შემდეგ კი თქვეს, რომ თუ წყალსაცავი გადაივსება, გარეუბანი შესაძლოა წყალქვეშ დარჩეს და გადაიფიქრეს. როცა ეს გავიგე, ძალიან მეწყინა. ეს გარეუბანი წყალქვეშ ყოფნას იმსახურებს. დაფიქრდი, სირენას ხმა უნდა გამოეცა. ყველა უნდა გაქცეულიყო, რომ არ ჩაძირულიყვნენ.
ასეთი ადგილი აღარ დარჩებოდა. მხოლოდ დიდი ტბა იქნებოდა. ბავშვობაში ამაზე ყოველთვის ოცნებობდი. ამ გარეუბანმა რა გაგიკეთა? სახელი წამართვა. აქ მე მერიემი ვარ. იმ კაცს სოლოდ არ გაყვები ხომ ასეა? მდიდარს. შენზე ბევრად უფროს. შენ ჩემზე იკითხე? არა. შემთხვევით გავიგე, როცა კაფეში ვიჯიქი. რომელ კაფეში? შენი მშენობაში იყავი? კაფის მოპირდაპირედ რომ არის. ო, ზუსტად იქ წასულ ხარ, სადაც საჭიროა. კარგი. სოფელში ისედაც ყველაფერი იციან. შენ იცოდე, რომ ასე იქნება. გათხოვებას ბიძა შენი გაძალებს? ბიძიას უნდა რომ ცოლად იმას გავყვე. და მას ამის უფლება არ აქვს. ეს შენს ხომ იცი? საერთოდ. მაგრამ თქვენ დიდ ქალაქში მცხოვრებლებს უსიყვარულო ქორწილი გაკვირვებთ. მაგრამ აქ ასია. უფროსები წყვეტენ, ვინ ვისზე ქორწინდება. ეს ნორმალურია. არა, ეს ნორმალური არ არის. გამოკითხვა მოაწყეს. სავარაუდოდ ასეთი ქორწინების წყვილები ბევრად უფრო ბედნიერები არიან. ო, რა თქმა უნდა. და მეუბნები, რომ ეს ამბავი მეც უნდა დავიჯერო? იმის გჯეროდეს, რაც გინდა. შენი სიტყვების ავად არ გჯერა. დედამას დაწერა წერილში, რა არის მთავარი? ადამიანისთვის პასუხისგებლობაა მნიშვნელოვანი. დედამ ეს წერილი ადასთვის დაწერა. მე კი გითხარი, რომ მე ადა არ ვარ. სახლიდან უკითხავად აღარ გახვიდე. ვიღაც დაგინახავს და ბიძა შენს ეტყვის. კარგი. ნეტავი დედა შენთან ერთად დაგვემარხა. ასეთი გიჟები შენ ცხოვრებაში არ უნდა შემოუშვა. ოსტატო, როგორ არის საქმე? ამაგანას რა უყავი? ჩამკეტია გაფუჭებული, შემოწმება უნდა. წინათ შევამოწმოთ ყველაფერი. ო, ნუ იტყვი. ზმაო, დაგისხა ჩაი? არა, არ მინდა, მადლობა. რამდენ ხანში დაამთავრე? დღეს, მაგრამ უფრო საღამოსკენ. შენი ნომერი მაქვს, დაგირეკავ. კარგი, კარგი წარმატებები. მადლობა, მიდი. არ მინდა.
ნაგავში გადააგდე. მადლობა. ისევ გელით. მადლობა ძვირფასო, მადლობა. კიდევ მესტუმრე კარგი? დაივიწყე, ნუ უყურებ. ყოველად ბრაზობ. დედამისის შვილია. შეეშვი. რას ამბობ დეიდა ხაჯარ? დეიდამისი ვარ. დეიდამისი. ქმარცხელიდან მაცლის და კიდევ დეიდას მეძახის. გაგანადგურებ. სოფელში კაცი აღარ დარჩა? ადა. ჩემს ქმარს არ დაგიტოვებ. რას აკეთებთ? გავუშვით. ადა წადი. ჩემს ქმარს არ დაგიტოვებ. დაუშეჭერდი. უფლებას არ მოგცემ შეეხო. ადა. ეს იმ კაცის სოლია, რომელსაც შენი სოლოდ მოყვანა უნდა. ო, მისი ყოფილი ცოლია. შენ რა სტამბულელო? აქ რა გინდა? წადი სტამბულში. ვალდებული არ ხარ ასე იცხოვრო. როგორ არ ვარ? მაგრამ შენ ვერ გაიგებ. იტყვი რომ არ გათხოვდები, რომ არ გინდა. პირველი შეხვედრისას წინააღმდეგობა არ გამიწია? შენ მამაცი გოგო ხარ და არა მშიშარა. თავი ხელში აიყვანე. ისე შეეწინააღმდეგე როგორც მე. შენ უცხო ხარ. შენ აქაური არ ხარ. ის ძლიერი გოგო, რომელიც შენს წინ იდგა. ადა. როცა შენ აქედან წახვალ, ის ისევ მიიძინებს. შენ წადი. წადი. მერიამ. რას აკეთებ? არაფერს. კარგი, ზუსტად თქვენთან მოვდიოდი. მერიამ, შენ რა კიდევ არ ჩაგიცნობ სადედოფლო კაბა? ბრილიანტებიანი ბეჭედი არ მოინდომა. წოდვა მომშორდა. ამ კაბის გამო ვალებში აღმოჩნდი. ჩვენ სადედოფლო კაბების მაღაზიებში მოდელების მეტი არჩევანი არ არის. რომც მომწონებოდა რა, მე ხომ არ უნდა ჩავიცვა. რძალო, ჩვენთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია. გოგო თუ ასე გაგრძელდება, მე თვითონ შეგირჩევ კაბას. უქმეებს ერთად წავიდეთ. კაბების მაღაზიებს მოელაპარაკე. შეცვლაზე თანახმა არიან. მისმინე. მე მართლა მანქანის ფასი დამიჯდა ეს კაბა. მაგრამ შენთვის არ მენანება. კიდევ არ შეგიცვამს? ახლა შემოვალ. დაიცადე მუსტაფა, დაიცადე. ქორწილამდე ნახვა უბედურების ნიშანია. ო, ეს მართლაც ასეა. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ასე ნუ მეყურებ. აიღე, მიდი.
რაც ჩემზე იყო დამოკიდებული გავაკეთე. მე სტამბოლისკენ გზად სხვასაც შემოწმებინა. კარგი მადლობა. თუ რამეს პრობლემა ექნება მე აქ ვარ. იმედი არ ექნება. თან ისედაც მივდივარ. ბედნიერი მგზავრობა. მადლობა. თუ აქეთ იქნები ჭიქა ჩაიზი შემოიარა. მადლობა. კარგად. მერიამ, ჩوارი მოიტანე. კარგი ბიძია. კაფეში მოვიდა და ამიხსნა რას ჩუქნიდნენ და არ ჩუქნიდნენ თავის ქალიშვილს. Ne takmadılar hepsini anlattı ya görgüsüz. უკვე დაბრუნდნენ? ო, დაბრუნდნენ. სასტუმროზეც გაიგეს. ვითომ თვითონ იყო და ეძინა იმ სასტუმროში. Yaptı otelde. Tövbe estağfurullah. ღომერთო ჩემო. Bana bak. მომხედე. შენს უთხარი მუსტაფას და წაგიყვანო სტაფლობის თვეზე. უთვარსკლავიან სასტუმროში. ბიძია. რძალს წამალი დაუმთავდა. ექიმთან ჩავწერ და ხვალ წავიყვანოთ. თუ შემდეგ თვეში ქორწინდებით ანტალიაში ვარ წახვალთ. მაშინ ტერება ჯალარში წაგიყვანოს უკეთესია. თქვი რომ არ თხოვდები. თქვი არ მინდაო. შენ ძლიერი გოგო ხარ და არა მშიშარა. ცოტა გამაფხიზლდი. ძალა მოიკრიბე და ბიძიასთან გადი. არ გაბედო. ბიძია. Ne dikliyorsun? მან დრას გახარ გოგო. მუსტაფას იხსვენია? არ შეხვეს. უთხარი რომ გინდა. გოგო მივათხოვოთ და ცოტათი გახსნას საფულე. შენი და ბიცოლასი მადლიერი ვარ. დედა სიკვდილის მერე რომ წამომიყვანეთ. მივლიდით, ჩემზე ზრუნავდით, მზრდიდით. თქვენს ვალს ვერასდროს გადავიხდი. და? ნება მომეცი. ნება მომეცი მუშაობა გავაგრძელო. სახლს დავალაგე. საჭმელს მოვამზადე, ბრძალს მოვუვლი. მაგრამ ნუ გამათხოვებ იმ ადამიანზე, რომელიც არ მეყვარს. გთხოვ, ბიძია. თელ ცხოვრებას თქვენთან გავატარებ, გთხოვ. შენ რა უმადური ხარ? ბიძიას წინააღმდეგ მიდიხარ? ისმაილ არ გინდა. ბიძიას ეწინააღმდეგები? რაც გინდა ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მუსტაფას არ გავყვები. ჩემს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგები? ისმაილ. რა მოხდა? რა მოხდა? რძალო. გაიქეცი ბიძია ახმედს უთხარი მანქანა მოიყვანოს. ბიძია ახმედ. ბიძია ახმედ. ბიძია ახმედ. ბიძია ახმედ. ბიძია ახმედ. ბიძია ახმედ რძალი ცუდად არის. არავინ არის? დეიდა ზელიხა. დეიდა ზელიხა. ადა. ადა რა მოხდა? რძალი ცუდად გახდა, სასწრაფოდ მანქანა მჭირდება. კარგი მეწავიღონ, წამოდი. რძალო. აქეთ წამოდი, აქ არის რძალი. გამოიქეცი. სად გაქრი გოგო? დამაცადეთ, დამაცადეთ.
ბრძალა. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ადა კარი გამიღე. კარგი დაიცადე. კარი გააღე. შენ წინა სავარძელზე გადადი. ეს რა არის? მე შენ მანქანა გთხოვე. ეს მტვირთავი ვინ არის? არ ვიცი. გადაგეკიდა? არა. აბა, აქ რომ მოგიყვანა? სამადლო საქმის გაკეთება უნდა და? ბიძი ახმეტის დასაძახებლად გამოვედი და მას შევხვდი. შეხვდი. თქვენ იფთარიაბანის ახლობლები ხართ? მისი ქმარი ვარ. როგორ არის? ახლა უკეთ. სასუნთქის სისტემის კუნთების სპაზმი აქვს. დაპანიკდა და ვეღარ შეძლო სუნთქვა. მადლობა ღმერთს. ახლა ხომ კარგად არის? კი, შემიძლია ნახო. მხოლოდ ახლა უნათესავები. ცოტა დაისვენოს, შემდეგ კი მალევე გამოვწერთ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მადლობა. შენ რა ვერ გაიგე? ვერ გაიგე? მხოლოდ ახლა უნათესავებია, მუქთამჯამელო. სახლში წადი და იქ დაგველოდე. მოვალ და დაგელაპარაკები. ანერვიულებულზე მადლობაც ვეღარ გითხარი. მადლობა რომ მოგვიყვანე. არაფრის, რძალი როგორ არის? კარგადაა. ასე თქვეს. დღეს ალბათ აქ რჩები. სანამ ელოდები ჩაი ხომ არ მოგიტანო? მე არ ურჩები. მხოლოდ ახლა უნათესავები იცდიან. მე კი ვიდვარ. მუქთამჭამელი. შენს თავს ასე რატომ უწოდებ? იმიტომ რომ ასეთი ვარ. წამოდი სახლამდე მიგიყვან. სახლში არ მინდა. კარგი. აბა, სად გინდა? არ ვიცი. შეგიძლია ბოზოლუკიდან წამოყვანო. აქედან გაცლა მინდა თუნდაც 1 საათი. კარგი. დაჯექი. გაჩერდი. რა მოხდა? ჩვენ თუ აქედან გავალთ? ესე იგი ბოზოლუკიდან გავალთ. ანუ ეს უკვე სხვა ადგილი იქნება, არა? წავედით.
უკვე უკეთ ვარ. ჰამბურგერი 16 ლირა ღირს. რაც გინდა ის შეუგვეთე. არა, ასე არ შეიძლება. ხელფასზე ახლა ხანს ავიღე, მან შეუგვეთავ, გთხოვ. კარგი. და რა ვჭამა? პიცა თუ ჰამბურგერი? რთული კითხვაა, მოდი ორივე შეუგვეთოთ და გავიღოთ. კარგი. მოდი აქ ძმაო. რას მეერთმათ? ეს პიცა და ჰამბურგერი გვინდა. Hamburgeri. ორისთვის გაგვიგეთეთ. კარგი? და რას დალევთ? რას დალევ? ლიმონადს. გალბატონი ლიმონადს. მე კოკა-კოლას. კოლა. კარგი, მალე იქნება. Tamam hemen geliyor. შეყვარებული ყავს? კი. ერთად მუშაობთ? არა, ის პლაზაში მუშაობს. პლაზაში? დიდ გრძელ ფანჯრიან შენობებში რომაა ისეთში? იქ არასდროს ყოფილა, მაგრამ ალბათ მასეა. უქმეებზე ერთად დადიხართ კუნძულებზე. უქმეებზე მუშაობს, ამიტომ არ მივდივართ. მაგრამ საღამოობით ხომ სეირნავთ? ყველა დადის ტაქსიმზე. ის ხომ დილამდე განათებულია. არც ტაქსიმზე დავდივართ. რატომ? ასეა. სერიალებში ქალები, რომლებიც ასეთ ადგილებში მუშაობენ, ქუსლიან ფეხსაც მალს იცვამენ. შენი შეყვარებულიც იცვამს? ხო, პიჯაკები, ფანქარივით ქვედაბოლოები. პანკარივით ქვედაბოლოები. მოიცა გაჩვენებ. უფრო მომდგარია ვიდრე ჩემი. ქვევით უფრო მეტადაა ტანზე მომდგარი და მუხტა მთავრდება. არა, ტანსაცმელი არ მაინტერესებს, ალბათ ამიტომ ვერ შევნიშნე. შენი შეყვარებული მე არ მგავს, არა? არა, არ გგავს. ესე იგი შენ შეყვარებულს კარგად აცვია და მე ცუდად. გინდა რომ უგემოვნება მიწოდა? არა, ეს რა შუაში ამ მსგავსი არაფერი მეთქვამს. მე ჩემი სტილი მაქვს. ნახე, ეს ყვავილი მე თვითონ მივამაგრე. შენ მე დამარწმუნე. ახლა შეგიძლია ეს ფეხი ჩამოწიო.